ევროპაში ახლა ომი გვაქვს, ჩვენ რუსეთს ვეომებით. ყიდულობთ ამერიკულ შეიარაღებას და მას უკრაინას ვაწვდით. თუმცა უკრაინა მაინც კარგავს ტერიტორიებს. ჩვენ ევროპელები კი ყოველდღიურად უფრო და უფრო სუსტები ვხდებით. თუ სწორად მივხვდი უკრაინელი ხალხის ნებას ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მოусმინოთ, თუ პუტინისთვის ეს მისაღები იქნება. მე ეს არ მომწონს, თუმცა დიადი სახელმწიფოები იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ. ასე მუშაობს სამყარო. უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება. თუ კი ამერიკელებს ეტყვით, რომ მექსიკა ამერიკის საზღვარზე რუსული სამხედრო ბაზების განლაგება გსურთ, ამას ამერიკა არასდროს დათანხმდება. ჩვენ ევროპელებმა პატივი უნდა ვცეთ და გავითვალისწინოთ ის, თუ რა სურთ ამერიკელებს, ჩინელებსა და რუსებს. თუ ასე არ მოვიქცევით, მივიღებთ იმ შედეგებს, რაც ახლა უკრაინაში გვაქვს. გულისხმობ ომს. ასე რომ ყოველთვის უნდა მივიღოთ მხედველობაში ის, თუ რა სურთ დიად სახელმწიფოებს. Do this, then we are going to have consequences like we have now wars, so we need to be respectful of what the big powers want. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.